გაქცევა მისი მთავარი ნიშაა. ყველას და ყველაფერს ღალატობს, გუნდს, ხალხს, ქვეყანას. ერთგულება მისთვის გაურკვეველი ცნებაა. მთავარია თავი კომფორტულად იგრძნოს, თორემ ტყუილების დიდი გუდა აქვს და თავს როცა სჭირდება მაშინ ხსნის. ასექნა 2021 წელს, როცა გუნდს უხალატა, გაიქცა. ხალხი არაფრად ჩააგდო და თანაც ტყუილებით გვაბრუებდა. ქვეყნისთვის ასე იყო უკეთესი და ამიტომ მიგატოვეთ შუაგზაზეო. ჯერ ქართული ოცნების გუნდს არწმუნებდა მელიას დაკავება აუცილებელია. საპარლამენტო იმუნიტეტი მოუხსენითო. თუმცა, როცა საქმეზე მიდგა და მელიას დაკავება უნდა აღსრულებულიყო, გუნდი მიატოვა და გაიქცა. მე მივიღე გადაწყვეტილება გადავდგე. საკუთარ ტყუილებში გაბლანდულ გახარიას დაავიწყდა, რომ ხალხმა ზუსტად იცის სად არის სიმართლე. ამ ვერსიის გავრცელება, რომ გახარია გადადგა მელიას დაკავების გამო, ეს არის სიცრუე. პრემიერ-მინისტრის სამდებიდან გადადგომის ფორმალური მიზეზი იყო მელიას დაკავების ფორმა, რომ კომპრომისების რესურსი იყო ამოწურული იყო, მე მივიღე ეს გადაწყვეტილება, რომელიც მივიღე. მე რა თქმა უნდა გადავდგები, რომ მე ამ პოზიტიური როლის შესრულების შესაძლებლობა არ მაქვს, რა თქმა უნდა მე გადავდექი. რა თქმა უნდა იმისთვის, რომ მე ეს პროცესი გამეჩერებინა, მივიღე გადაწყვეტილება გადამდგარიყავი. მე როგორც კი ვნახე, რომ კომპრომისების რესურსი იყო ამოწურული იყო, მე მივიღე ეს გადაწყვეტილება, რომელიც მივიღე. ეხლა თქვენ როგორ ფიქრობ, მე იმ დღეს პრემიერის სავარძელში დარჩენა არ შემეძლო? შემეძლო? ამის დღეს ნიკამელიას როცა გადავდექი ნიკამელიას ვერ შეშ. თქვით რომ ეს არ ყოფილაო ჩემი გადადგომის მიზეზი. გაქცეული გახარია ნაცების ხელოვნურ სუნთქვად იქცა 2021 წლის არჩევნებში. პოლიტიკიდან წასული უკან დაბრუნდა და მელიას და ნაცდამნაშავეთა ზურგის გასამაგრებლად ყველაფერი გააკეთა. შარლ მიშელის დოკუმენტით მოbrunებულმა საკუთარი ძალები მერის არჩევნებში სცადა, რომ როგორმე ქართული ოცნების ხმები მიეთვისებინა და მელიასთვის მეორე ტურში გადასვლის საშუალება მიეცა. გეგმა ჩავარდა. ხალხი არენდო. არჩევნებში მტკიცე უარი მიიღო მოღალატე გახარიამაც და ნაცრეჟიმმაც. ისევ გაიქცა. ოფისები დახურა და ხალხიც უხელფასოდ დატოვა. დაიწყო წინასაარჩევნო მზადება და დაგვტოვეს ასე უხელფასოდ და მარტომი არა, რამდენი ჩემნაირი. არაფერი იმის შემდეგ უხელფასოდ ვართ დღემდე. იმისთვის უჭერ მხარს, რომ რაღაცის იმედი გქონდეს, რისი იმედი უნდა გქონდეს მაგათვის და ღმერთმა მართლა დამიფაროს, რომ ამის შემდეგ საერთოდ მაგათი პარტია კი არა, სახსენებელი აღარ მინდა რომ იყოს. თანხა არ აგიყიათ ხო გახარიას პარტიიდან თქვენ მუშაობ? გენაცვალეთ მე არავისგან არაფრის სარგებელი არ მიმიღია. ან თქვენ არ აგიყიათ ხო რეალურად ხელფასი? არა, ბაღდათ არ ამიღია. პარტია ლამის თავზე ჩამოენგრა. ვისაც იოტის ოდენად კიდევ სჯეროდა მისი, ისინიც მიხვდნენ, რომ პასუხისმგებლობისგან გაქცევა და ღალატი გახარიას ჩვეული მდგომარეობაა. გახარიას პარტიას მხარდამჭერები ისევ ტოვებენ. გახარიას გუნდს უკვე რამდენიმე კვირაა პარტიული სიის წევრები და მაჟორიტარობის კანდიდატები ტოვებენ. გიორგი გახარიას ისევე მიჯნებიან დღეს პარტიას საქართველოსთვის საგარეო ორგანიზაცია 5 წევრმა დატოვა. სწორედ ნაციონალებთან კავშირის მიზეზით საქართველოსთვის მომხრეებს პრაქტიკულად ყველა რეგიონში კარგავს. ის არ არის პოლიტიკოსი და ვერ გამოადგება საქართველოს ვერანაირად. მე ამას ხედავ ამ წუთას გახარიაზე. ხედავდი მე ყველაფერს როგორ ხდებოდა და ჩავთვალე საჭიროდ რომ სუმთლადაც განერვიულებული და სუმთლადაც ეგეთი არ დავრჩენილიყავი და წამოვედი პარტიით. კიდევ ერთხელ მოუწია ნაცების გადასარჩენად პოლიტიკაში დაბრუნება. ახლა კოალიციები შექმნა და რამდენიმე ქალაქის საკრებულოში ნაცურ გახარიული ტანდემი შედგა. თავმჯდომარის პოზიციაზე რამდენიმე საკრებულოში ნაცებმა ხმა გახარიას პარტიის წევრებს მისცეს. სამაგიეროდ საკვანძო პოზიციებზე თავად გამაგრდნენ. საბოტაჟი, არეულობა, ქალაქის განვითარების შეფერხება მათი მთავარი საზრუნავი იყო. პერიოდულად პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენა და გაქრობა ჩვევად ექცა. თუმცა ახლა კიდევ უფრო რთულად აქვს საქმე. პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიაზე ჩორჩანასა და 20 ივნისის საქმეებთან დაკავშირებით დაიბარეს. მივიდა, თანაც ბაქიბუქით. აქვარ მეძახდით და მოვედიო. არც არ მივდივარ, არც არ ვიმალები რა და არც კომისიაზე მოსulis მეშინია. მოვდივარ, აგერ არანაირი პრობლემა არ აქვს. თუმცა მალევე მიხვდა, რომ მისი თვალის პაჭუნი და ბრტყელ-ბრტყელი ფრაზები აღარავის ატარდებს. იმართა დისკუსია მელიას დაკავებასთან. თუ გახსოვთ ივანიშვილი ესწრებოდა ამ სხდომას? ეს თქვენ მითხარით რა გახსოვთ? არა, მე უბრალოდ კითხვა დავსვი. კითხვებს საქმეებსა. კითხვებზე რა გადავედით არ დამისწრებთ? მე გადავწყვიტე რომ გავსვამთ კითხვებს. დამშვიდდით. გადაწყვიტეთ რომ კი. ავით. კითხვებს ვსვამთ ა და ბ.
როგორც ჩანს, ზუსტად გაიაზრა, რომ საქმე არც ისე სახუმაროდ და სადიდგულოდ ჰქონდა და მეორე ჯერზე, როცა კომისიაზე ისევ დაიბარეს, ბილეთები იყიდა და ქვეყნიდან ისე გაიქცა, უკან დასაბრუნებელი ბილეთები აღარ უყიდია. აგერ არის ბატონო თქვენ მიერ გამოგზავნილი one way ticket-ი. ხო, ეს one way ticket-ი კარგია. დისტანციურად ჩაერთო, მაგრამ საკუთარი თავი რამდენჯერმე უარყო. უფრო სწორად ყუილებში გაება, რასაც აპრილში ამბობდა, ჩორჩანას ეპიზოდზე ივლისში გადათქმა მოუწია. ეს არის დიდი ტყის მასივი, დაახლოებით 2000 ჰექტარი მომიჯნავე სოფელ ჩორჩანასა და საოკუპაციო ხაზთან. ეს ტერიტორია ყოველთვის იყო საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის მხარეს და აქეთა ნაწილი, არასოდეს ასე თქვათ ინტენსიური აქტიურად ყითხვის ნიშნის ქვეშ ამ ტერიტორიასთან დაკავშირებით საკითხი არ დამდგარა. საქართველოს მაშინ აი იმ დღეზე ეფექტური კონტროლი არ ქონდა და ამ დღეზე ეფექტურ კონტროლს ახორციელებდა საოკუპაციო ძალა. ზუსტად ისე როგორც 20 ივნისის საქმეზე გრიგოლიას ეთერში თავის დროზე სრულ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებდა. ახლა ყველაფრის ხვისთვის გადაბრალება სცადა. მიუხედავად იმისა, რომ ნაცებთან ალიანსს ჯიუტად უარყოფს, ანა წითლიძემ საჯარო დამხილა. რაც არ უნდა მოხდეს, როგორც არ უნდა დამთავრდეს ეს არჩევნები. ჩვენ ნაციონალურ მოძრაობასთან ოპოზიციამ რომ მოიგოს მაშინაც კოალიციას არ შევკრავთ. გახარიასთან ერთად ჩვენ მუნიციპალიტეტებში კონკრეტულ კოალიციების შევქმნით. ხო და ამის შემდეგ მისი აღარც მის ამომრჩევლებს ჯერად ცხადია. 2021 წლიდან აღარც ქართული ოცნების მხარდამჭერებს და ახლა უკვე აღარც ოპოზიციაში. გახარიამ თქვა რომ მზად ვარ რომ ოცნებას არ ჩავბარდეო. აუ ძამაგარი თუ მზად ვარ გავიქცე. მზად ვარ გავიქცე ქვეყნიდან. მე მზად ვარ მოვკურცხლო მიდან რა ქვია ბრძოლის ველიდან. მადლობა გიორგი რომ მზად ხარ რომ მოკურცხლო ბრძოლის ველიდან. ანუ ეს რაღაცა სასაცილოური ვიქნებია. კაი შენ ჭირი. იბრძოლებო. კაი შენ ჭირი მე თქვა ბრიუსელის გაქცეულების მეტი და იქიდან ტრაბახის მეტი რა მინახავს. ერთადერთი ვისაც მასთან ურთიერთობა შემორჩა, ზუსტად ხანდაზმული თაღლითი მამუკა ხაზარაძეა და მემორანდუმიც გააფორმეს. გახარია როგორც ჩანს დაბრუნებას აღარ აპირებს. ამჯერად საკუთარი პარტიაც მიატოვა. მით უმეტეს ახლა როცა წინარჩევნებია პარტიის ლიდერი ქვეყნიდან გაექცათ. თუ აქ ვარ ეფექტური ვიბრძოლებ აქ, თუ იქ ვარ ეფექტური ვიბრძოლებ იქ, თუ ციხეში ვარ ეფექტური ვიბრძოლებ ციხეში. ერთჯერობით ყველაზე ეფექტური ჩემი ყოფნა არის აქ. 2024 წლის არჩევნებზე თანაგუნდელებს ძლივს მიღებული მანდატებიც დააკარგინა. ახლა მიატოვა და პარტიაც და მისი წევრებიც ლელოს ტოპტვინის, გრიგოლ გეგელიას და ბერდია სიჭინავას პოლიტიკური ნიჭის ამარად დატოვა. პარტიაში მისულებს ოფისიც ეულად მიტოვებული დაგხვდა. არსაიდან ხმა არსით ძახილი. ჯაბნელებულ ოთახებში მხოლოდ აბრებად დარჩენილი სახელები და გვარებიღა შემორჩა. რატოა მიტოვებული ოფისი? და ხო, ეს წარწერა. რადგან ოფისიც არიელი დაგხვდა, მათთან ტელეფონით გასაუბრება ვცადეთ. ბევრი მცდელობის შემდეგ ანა ბუჩუკურმა ტელეფონი არ აიღო. თეონა აქუბარდიამ მესიჯის გაგზავნა გთხოვა და პასუხი აღარ დაგვიბრუნა. აი, ბექალი ლუაშვილმა კი ჩემი ვინაობა რომ გაიგო, ტელეფონი საერთოდ გათიშა. გამარჯობა ბატონო ბექა, ნათია ვარ ბერიძე პოსტივიდან. კარგად ნათია პოსტივიდან. როგორც ჩანს, შიში მათაც მოერიათ, მიტოვებული და შუა გზაში ლელოს ამარად დატოვების შიში და პასუხიც არ აქვთ. რატომ გაიქცა გახარია?